ჩემ ტერიტორიაზე მეჯლისხევია. სადაც საუბრობდი არის ყველაზე დიდი საკრებულოს ტერიტორიული ორგანოა, მეჯლისხევის ტერიტორიული ორგანო. ჩემი შენიშვნა ის იქნება, რომ აი სასმელ წყალზე წილობრივი დაფინანსება გააკეთოს მუნიციპალიტეტმა შეძლების და გვარად. მე როგორც სამშობლოს დეპუტატი დავაყენებ და გადავეცი კიდევ ჩემი წინადადებები. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ბიუჯეტში იქნება გავითვალისწინოთ იქ სამსოფლოში, სოფელ ნათრეთში, შავშებში, ქვემო შავშებში და დევნილების დასახლებაში ვერ ხდება სარწყავი მიწოდება. რეაბილიტაცია არხისა ძალიან ძნელია და ძალიან ძვირი დაждდება, მაგრამ იქ ჩვენ ვილაპარაკეთ და ესეთი სურვილი გვაქვს, რომ იქნებ მოხდეს პოლიეთილის მილებით, მოხდეს წყლის მილის შეცვლა, რომელიც შედარებით იაფი დაждდება და ამავე დროს 4 სოფლის მოსახლეობას გაასარწყავებს. საკანალიზაციო სისტემა ფაქტიურად არ არსებობს საბურის დასახლებაში და ჩვენი შეთავაზება იყო, ფრაქციის შეთავაზება იყო, რომ პროექტი მაინც გაკეთდეს. ჩვენ მუშაობთ ამ შემოსულ წინადადებებზე და ამ კვირაში უნდა წარმოადგინოთ კრებული თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიტანოთ და დაუბრუნოთ ისე. ეს არის ტირისხიდის დეპუტატია ბატონი ავთანდილ შოშიაშვილი და თვითონ მოითხოვს საწავი არხი გაწმენდას. ერთ-ერთი ჩემი წინადადება იყო, რომ შინდისის გმირების მემორიალი იქნება რაღაცა გავაკეთო და რაღაცა ბიუჯეტში ჩავეკრიბოთ, რომ სიცხვილია როცა ახალი და გმირების ნივთები აი ესე ყრია, მიმოფანტულია, ფაქტიურად პირაცის არის შინდისის თემის საკრებულო. აქაც საწავი არხების და ნაპირსამაგრის სამუშაოების მოითხოვენ. ასევე 2-3 კილომეტრზე საუბნო გზების რეაბილიტაციას თხოვობენ, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას, სპორტული მინიმუმების მოწყობას. ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული რაღაც თანხები, რომ შეიქმნას ჩამოყალიბდეს და გაკეთდეს ნაგავსაყრელები, რითაც მოსახლეობა ოფიციალურად ისარგებლოს. მე ჩემი შენიშვნებიც მაქვს აი კვარტალშენთან დაკავშირებით, საკრებულოს შენობებთან დაკავშირებით, აი ბაღებთან დაკავშირებით, დასუფთავების საკითხებთან დაკავშირებით. რა გაქვთ შენიშვნები? აი ბაღებს კონკრეტულად ვაპირებთ, რომ ბაღებში ინვენტარი არის შესაძლებელი, ძველი ინვენტარი არის, შენობებში წყლები არის შესაყვანებელი, ესეთი საკითხებია. რაღაც კარგული წინადადებები არ იქნება გათვალისწინებული.